ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ არხზე შემომიერთ. დღეს გვექნება ძალიან გულახდილი საუბარი. მომზადების გარეშე, ფილტრების გარეშე, ყველანაირი გეგმების გარეშე მინდა რომ როგორც გულახდილად გესაუბროთ. ეხლა რატო? ეს რა არის აქ? ჭყვიანი. ეხლა რატო მინდა რომ ეს ვიდეო ჩავწერო? ეს ვიდეო იწერება იმისათვის, რომ ძალიან ბევრი გოგო, როდესაც ეხლა ხართ თქვენ სიტუაციაში, სადაც ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, ხართ დეპრესიაში, აპატიაში, გაურკვევლობაში, ვერ ხვდებით რა გააკეთოთ, ცხოვრება თითქოს თავდაყირა ტრიალებს, შემოტრიალდა ყველაფერი, საერთოდ რასაც არ ელოდებოდით ის მოხდა, ან ის ხდება, ან გაქვთ ესეთი შეგრძნება, რომ ეს რაღაცა მოხდება, თითქოს რაღაცა ტრანსფორმაცია მოდის. ეს ვიდეო არის იმისათვის, რომ გითხრათ მე, რომ მე ძალიან ბევრისთვის ვიცი ზუსტად, რომ ნუ ვინც მიცნობთ, ვიცი, რომ ძალიან ბევრისთვის ვარ მაგალითი იმისთვის, რომ აი ნეტა შენაირი ვიყო, ნეტა შენაირად ვაზროვნებდე და ასე შემდეგ. ამიტომ მე ეხლა დავიწყებ სერიებს იმასთან დაკავშირებით რეალური ცხოვრება, ანუ რა გამოწვევებს მაძლევს რეალურად ცხოვრება, მე პირადად როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს და როგორ გადავდივარ ახალ ვიბრაციებზე. ეხლაც ამ წუთას ჯერ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მქონდა იანვარში. ნუ პირველ რიგში რატო ვწერ ამას? იმიტომ რომ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა გავდივართ ამ ეტაპებს იმისათვის, რომ ხა მე რატო გავდივარ იმისათვის, რომ მე შემდგომში შევძლო რომ თქვენაირი გოგონებს დავეხმარო, შევთავაზო ინსტრუმენტები, რომელიც მე გამომადგა, მე დამეხმარა, ხო? ჩემი სიტყვით, ჩემი გამოცდილებით დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ თქვენ. აი ამისთვის ხდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ვწერ ამ ვიდეოს. ჩემი დიასახლისი ქალი იქით აპილესოსებს და მალე მორჩება, იმედი მაქვს, რომ ხმა კარგად ისმის. ეხლა ძალიან დიდი ტრანსფორმაციის წინაშე ვიყავი დეკემბრის ბოლოდან იანვრის 10 რიცხვამდე და ვერ ხვდებოდი რატო ამოტრიალდა ცხოვრება თავდაყირა. რეალურად იმ მომენტში არ მქონდა აბსოლუტურად გათვითცნობიერება რატო მოხდა ეს ყველაფერი და არც რეალურად დედა ჩავტეხე რა არც რეალურად არ ვუსმევდი ამ შეკითხვას საკუთარ თავს, იმიტომ რომ იმ წუთას მობილიზებული ვიყავი, რომ ტრანსფორმაციული მომენტები მარტივად გამევლო და მე ნახა გამოსავალი, ანუ ის მომენტი, რომ რატო რისთვის ვუიმედე და ესეთი რამე ესეთები არ მაქვს ხოლმე. უბრალოდ მაქვს მე მომენტი, როდესაც ვიწყებ გამოსავლის ძებნას. გამოსავლის ძებნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არა ის, რომ ვიტირო და ვიზლუქუნო, არამედ თუ რაღაც დავკარგე აღვიდგინო, თუ ვიღაც დავკარგე ჩავანაცვლო, ანუ ძალიან პრაქტიკულად ვუყურებ ხოლმე ამ შემთხვევაში ემოცია საერთოდ ითიშება. მე ძირითადად ემოცია მაქვს ხოლმე მანამდე სანამ ტრანსფორმაცია მოვა, იმიტომ რომ ვგრძნობ ამ ტრანსფორმაციის მოსვლას, ვცდილობ ამ ყველაფრის თავიდან არიდებას, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვა, არავის არასდროს არ გამოგივა ტრანსფორმაციის თავიდან არიდება, იმიტომ რომ რეალურად ცხოვრება ტრანსფორმაცია იმისათვის, რომ თქვენ გაიზარდოთ, ეხა უკარო გავიხედო, ნებისმიერი ჩემი ტრანსფორმაცია, როცა მეგონა რომ ეს იყო კატასტროფა, რეალური იყო დასაწყისი ჩემი ზრდის. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვიცი, ეს უკვე შეგნებული მაქვს და გათვითცნობიერებული მაქვს, რომ რაღაც იმიტომ ინგრევა, ვიღაც იმიტომ მიდის, რაღაც სიტუაცია იმიტომ მთავრდება, რომ უნდა ჩაანაცვლოს ახალმა, უკეთესმა სიტუაციამ. ამიტომ ამის მომენტი მე ნამდვილად არ მაქვს და ძალიან პრაქტიკულად ვუყურებ, პრაქტიკული ინსტრუმენტების დახმარებით ვაკეთებ ხოლმე, ასე ვთქვათ, გამოსავლის ძებნას ვიწყებ და ვეძებ გამოსავალს და ვპოულობ. ეხლა რატო ხდება ეს ყველაფერი? რატო ვწერ ამას? იმიტომ რომ აი ეხლა რომ ვიყურები უკან იანვარში ჯერ ეს რატო მოხდა? მე ეს ყველაფერი რატო დატრიალდა? რისი შეგნება და სწავლა მჭირდებოდა მე? ეხლა რომ ვიყურები, ეხლა რა გვაქვს აპრილი. ხვდები რატო მოხდა ეს? ანუ რისი თქმა მინდა, ანუ მორალი რა არის ეხლა ამ ჩემი საუბრის, რომ ყველაფერი ხდება რაღაცისთვის, ხო? და კიდევ დავამატებ, თქვენ უნდა ისწავლოთ სამყაროზე და ღმერთზე ნდობა. აი მომენტი, როდესაც აგიღებთ სამყარო ერთი სიტუაციიდან და მეორეში გადაგისვრით. რატო კი არა? პრაქტიკული გამოსავალი ერთი და ამ დროს ძალიან პრაქტიკულად უნდა იმუშაოს თქვენ მგონება, რომ რა გააკეთოთ, ხა რა არის შემდგომი ნაბიჯი? არანაირი მიტირება არავისზე და არაფერზე, აქ კონკრეტულ ადამიანებზე არ არის საუბარი და უფრო სიტუაციებზე და ადამიანებზეც არის საუბარი და მეორე რიგში
რისთვის მომზადებს სამყარო და მესამე მე გენდობი სამყარო, მე ვენდობი ღმერთს და მე ვენდობი ძალებს იმისათვის, რომ მათ უკეთიციან სად არის თქვენი ადგილი. მაგალითად. პრაქტიკული მაგალითი ჩემი ცხოვრებიდან. იანვარში ხდება მომენტი, როდესაც მე ვდგები გადაწყვეტილების წინაშე, საით წავიდე. მაქვს ორი გზა. ერთი გზა მარჯვნივ, ერთი გზა მარცხნივ, რეალური საზღვარგარეთის გზა. მე ვუსმევ ჩემ თავს შეკითხვას, სად წავიდე? ქვეცნობიერი მეუნება წადი აქ. რეალურად იქ ჩემი ადგილი არ არის, არანაირად, მაგრამ მეუნება წადი იქ. ვუსმევ შეკითხვას, რატო? აი ვენდო ჩემ ქვეცნობიერს კი უნდა ენდო. ვენდო ჩემს შეხედვ უნდა ენდო. ვირჩევ იმას, რასაც გული მკარნახობს და ქვეცნობიერი მკარნახობს და დღეს, ეხლა თებერვალში მეთქი, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, აპრილის ბოლოს რეალურად ვაცნობიერებ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ხვდები, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. გესმით თქვენ რას ვიძახი? ამას რატო ვიძახი, რომ ხანდახან აი ეს რატო დამემართა? იმიტომ დაგემართა, რომ ასე იყო საჭირო. იმიტომ რომ უნდა მინდობა გესწავლა. ეხლა ასეთ ვიდეოებს აუცილებლად გამოუშვებ ხოლმე მე მაისის დასაწყისში, ანუ აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში მაქვს ასევე ძალიან ტრანსფორმაციული მომენტი. იქ, როდესაც ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩემი გარკვეული სახის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. ანუ ეხლა ამ ეტაპზე არ ვიცი რა მოხდება. ისიც არ ვიცი საით გადამსტყორცნის სამყარო, მაგრამ იმდენად დიდი ნდობა მაქვს სამყაროს და იმდენად დიდი მინდობა მაქვს ნასწავლი, რომ ვიცი, რომ ზუსტად რაც არ უნდა იყოს იმ მომენტში შეიძლება მეგონოს, რომ ეს ვაფშე ძალიან ცუდია ჩემთვის, მაგრამ რეალურად მე მივხვდები და გავაცნობიერებ, რომ ზუსტად ეს იყო ის, რაც საჭირო იყო. აი ამისი, ასე ვთქვათ, გაცნობიერება, აი ამისი დაჯერება მაძლევს უდიდეს ძალას. არ გეგონოთ, რომ ყველასთვის რაღაც ვიღაცისთვის ინდივიდუალურად, ეხლა ჩემთვის მაგალითად რაღაცა ყველაფერი ძალიან მარტივია, არაფერი მარტივი არ არის. ჩემს ცხოვრებაში ეს ტრანსფორმაციები მოდის, რომ ალბათ თქვენ რა ვიცი, აი ვერც წარმოგიდგენიათ, აი იმ ხელაზე დიდი, იმდენი ბევრი სტრესიც არის, ბევრი ამორალური რაღაცეებიც არის, ბევრი იმედგაცრუებაც არის, მაგრამ უბრალოდ რამდენად იღებ ამას და რამდენად უშვებ შიგნით ეს სხვა თემაა. და რამდენად სწავლობ ამისგან ეს უკვე მეორე თემაა. გესმით? მე არასდროს არ ვიღებ არაფერს პერსონალურად ჩემს, ანუ მე ვიღებ იმას როგორც გაკვეთილი. ესე უნდა მომხდარიყო, მე ეს უნდა მესწავლა. მე რაღაცა მომენტის შემდგომ ჩემთან გოგოები მოდიან ზუსტად იგივე პრობლემით და ვხვდები რომ აჰა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ამ ადამიანს ვედავე, ხომ ჩვენ ყველაფერში მიზეს შედეგობრივ კავშირში ვართ ერთმანეთთან და ზოგადად სამყაროსთანაც და ჩვენ საკუთარ თავთანაც. მე თუ რაღაცას გავაკეთებ იმისას მოვიმკი, მე თუ რაღაცას არ გავაკეთებ იმისასაც მოვიმკი, ანუ რეალურად ასეა, ხო? ამიტომ ეხა მორალი, ხო, ლაითმოტივი რა არის ამის? მიენდეთ სამყაროს. ყველაფერი ხდება რაღაცის გამო, ყველაფერი ხდება რაღაცა სხვა სიტუაციის გამო, რომელიც იქ არის, ჯერ კიდევ სივრცეშია, ჰაერში, ენერგეტიკაში, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ, გაიგეთ? ამიტომ აი ხა მაგალითად დღეს დილიდან ეს საშინელი ხასიათი მქონდა, დაჟე ვიდეოც ვერ ჩავწერე, ხასიათი მქონდა ისეთი, რომ აი საერთოდ მეთქი აი ხა დავიკარგე, უცებ დავიკარგე, რაღაცა ფიქრებმა მომიცვა, რაღაცა უაზრო რაღაცა შეხედულება, ვაიმე ეს ესე რომ იყოს, ვაიმე ის ისე რომ მოხდეს, ეხლა რო ასე მოხდეს, მე რა გავაკეთო, ანუ რეალურად გადახტომა დავიწყე ერთი საკითხიდან მეორეზე, ანუ ის უკვე განვიხილე, მე უკვე ვიცხოვრე ის რაღაცა უშედეგობა და რაღაც იმედგაცრუება, მე გადავედი იმის შემდეგ რაღაცა მოხდა და იქაც იმედი მიცრუვდა უკვე და გავაჩერე საკუთარი თემი. ეს არის ეშმაკი. ეს არის ზუსტად ის ნეგატივი, რომელსაც ეხა მე ჩემ თავში ასე ვთქვათ ვიხვალ და ვეუბნებ ესეთ რაღაცა სამყარო. სამყარო მე შენ ყოველთვის გენდობოდი, სამყარო მე შენ ყოველთვის გაძლევდი. სადაც ჩემთვის უკეთესია ზუსტად იქ ვიცი რომ აღმოჩნდები და უდიდესი რწმენით, უდიდესი მინდობით უნდა გააკეთოთ ყველაფერი. და არასოდეს არ უნდა თქვა რატომ ემართება ეს, რატომ მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ეს ასეა საჭირო. ეხლა დღეს აი თქვენც დააკვირდით თქვენ ცხოვრებას, ძველ რაღაცა სიტუაციებში წარსულში რატო რაღაცა მოხდა და მე რატომ მოხდა ასე. ჩემ ცხოვრებაში მაგალითად ცვლილებები მომხდარა ერთი გამარჯვებით დაწყებულა უდიდესი ცვლილებები, ერთი ნახვამდით დაწყებულა უდიდესი ცვლილებები, ერთი სადღაც წასვლითაც და ერთი სადღაც რაღაციდან წამოსვლიდანაც. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის გაკვეთილი. ანუ ამას სიღრმისეულად რო ჩაუფიქრდეთ, შეიძლება ძალიან სენტიმენტალური იყოს თქვენთვის, იმიტომ რომ ანუ სამყარო როგორ შეიძლება რომ დაგელაპარაკო, სამყარო როგორ გელაპარაკებათ თქვენ ადამიანებით, როდესაც ადამიანი რაღაცას გეუბნებათ,
უნდა დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რატომ მეუნება ეს კაცი ამას, რატომ მეუნება ეს ქალი ამას, ეს სიტუაცია რატო ხედავ ეხლა მე ამას. და ინახეთ მაგალითად. გოგონა მყავს კოუჩინგზე და მეუნება თამო 2 დღეა ერთი და იგივე ტექსტი მხვდება. ანუ რაღაცა YouTube-ზე რაღაცას უყურებდა, მე სხვაგან რაღაცას უყურებდა და ერთი და იგივე ფრაზა ორჯერ გაიგონა. პირველ რიგში მომხვდაო ეს რაღაცნაირად და მეორეჯერო უკვე მივხვდი რომ მინიშნება იყო. ეს გოგო არის რაღაცა გაცნობის საიტებზე დარეგისტრირებული, საქართველოში არ ცხოვრობს, საფრანგეთში ცხოვრობს და იქ ეძებს თავის მომავალ პარტნიორს, ანუ იქ არის დარეგისტრირებული, უნდა რომ ვინმე გაიცნოს. და სოციალურ ქსელში ხედავს ასეთ მესეჯს. შენი მომავალი პარტნიორი გაცნობის საიტებზე არ არის. შენი მომავალი პარტნიორი არის, არ მიდეხდა ვასახელო, ერთ-ერთი სოციალური ქსელი, რომელიც ძალიან სტაბილური, პროფესიონალური არის სამსახურის ძებნასთან და, პროფესიონალები არიან იქ გაერთიანებულები. ეს გოგო მე რომ ესე მომიხდა ორჯერ სხვადასხვა ვიდეო ერთ და იგივე ტექსტით. მე ვთქვი, ხო, ეს არის მინიშნება და გეუბნებიან რომ იქ კი არ ეძიო, იქ დარეგისტრირდი და იქ ეძიე. აი ესეთი თემაა. გავიდა 8 დღე და მწერს. და ერთი კაცი გავიცანიო ეს ძალიან პროფესიონალური ის არის, რა ქვია, აპლიკაცია. დამბრმა იცით კიდევაც როგორ ჩანს და დარწმუნებული ვარ და ვიღაც კაცი გავიცანიო, მოკლედ ძალიან თელამებში ახლა პაემნებზე დადის. აქედან გამომდინარე ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. არ შეშინდეთ ფარხმალი არასდროს არ დაყაროთ და არ იყოთ აი ამ რაღაცა საზიზღრობაში. მეც ვიყავი. მეც გავდივარ ამ პროცესებს, ანუ ყოველთვის რა თქმა უნდა, უფრო ძლიერად უმკლავდები მალევე, მაგრამ მეც მაქვს. ასე რომ ყველა ჩვენ ერთნი ვართ, ყველა ჩვენ ერთ და იგივე სიტუაციებში ვართ, ერთ და იგივე სიტუაციებს გავდივართ და ეს არის ზუსტად სულის გაძლიერება. ასე რომ ძალიან მიყვარხართ, თქვენს გვერდში მიგულეთ, გამოიწერეთ ეს არხი, დაწერეთ კომენტარები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრმა გოგომ ნახოს ეს ვიდეო. მადლობა, კაცდით.